წერა 100.000, აი ამაზე წერია 100.000. და ახლა წერია ლაშა ქვია, ყარი აღარ მახსოვს სამწუხაროდ და ელია წერია. ეს კაცი ამ დანებს არ აკეთებს, უბრალოდ გამოუჭედეო და ფეშკაში გამიკეთა. ეს არის ლაშას დამზადებული დანა. აი მას ლაშა ქვია, დამზადებული ეს არის. ეს ძალიან ამაზია საკმაოდ. ეს არის ციმორი. აი ესეთი კომპანია ციმორი, იმისი დანა, იმათ მაჩუკა გადავიღეთ სხვათა შორის შეგიძლიათ ნახოთ. ეს დანა. ეს ქართველის დამზადებულია ძალიან მომწონს ეს დანა. ქართული დიზაინი. ხო, ნუ დიზაინერია ქართველი. აი ესე ქვია თვითონ კომპანიას. შეგიძლიათ დაგუგლოთ ნახავთ. ეს ძალიან მაგარი გამოსაყენებელი დანია. საძგედეც კაია, მაგრამ მოყვება კიდე რაღაც, აი გავუკეთებ და ბებუთია უკვე დანეთო ხო, შეგიძლიათ გახსნათ აქედან ამოახერხოთ, აქ ჩაახერხოთ და გახდება ბებუთი. ტყეში არის იდეალური, საძგერებლად, საჭრელად, საჭეხად, ყველაფერში გამოგადგებათ. არის ძალიან მაგარი დანა და მერე თავისი დიზაინი დაიწყეს უკვე ჩინეთში ამის წარმოება და აძლევს შეკვეთას ჩამოაყდა ყიდიან. ეს და სხვადასხვანაირი ფერები აქვს. აი ეს დანა. ამ დანას ვატარებ ხოლმე ტყეში, როცა უკვე გავდივარ იმ მაჩეტის ამბავშია, ეს ერთმა კაცმა გამიგზავნა ქართველმა ამერიკიდან. ხელით არის დამზადებული, იქ ვიღაცა აკეთებს საავტორო დანებს და არის აი ლამაზია. ხედეთ. შენი ლოგოც ეს არის ხო, ლოგო ზედ გავაკეთებინე. ბატონ ლევანს გრავირების გურუ არის ეგეთი არხი, შეგიძლიათ შეხვიდეთ ნახოთ. აგრავირებს ყველაფერზე. აი ესეთი დანა. ტყეში ეს არის მაგარი გამოსაყენებელი. ოღონდ მძიმეა და ცოტა მოუხერხებელია. ნუ ეს უფრო ცოტა დიდ ხელიან კაცია გათვალისწინებით. ეს ამას დიდი ისტორია. ეს ბევრჯერ გინახიათ ჩემ ხელში, ქარივით მსუბუქია. არის გაკეთებული ბაწარეული, ანუ დაკეცილი